ოღონდ იქნებენ თან ძალიან ხშირად ხომ? ვიცი, იმიტომ რომ 100 ადამიანს მივეკუთვნები მეც. შეიძლება ოთახში იყოს 10-15 პირი და კოღო კპოლოს მაინც და მაინც შენ თან გიგვას ადგილას, რომ თელი ცხოვრება შეიძლება დაგჭირს უკვე ლაქასავით ხომ? და მე მინდა ეხა გასწავლო ყველაფერი როგორ მოაგვარო ეს პრობლემა ისე რომ შენ არ დაგჭირდეს კოღოს საწარმოო რაღაცების ჩამოკიდება, რაღაცების დენში შეერთება და სამუდამო ცხოვრება ისე მოაგვარო რომ კოღო აღარც გაგახსენდეს. მოდი ყვადღეთ მომისმინე მე შენ გეტყვი ყველაფერს რაც უნდა იცოდე კოღოს ნაკბენზე და კოღოს ნაკბენის თავიდან არიდებაზეც. ეს არ ფიქრო რაღაცა რეკლამა იყოს. არა, მე შენ ახლა ის რაღაცას მოგიყვები რომ შენ ცხოვრება სამუდამოდ შევცვლი. მოდი აბა ყვადღეთ მომისმინე. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ კოღოები რიგ ადამიანებს უფრო ხშირად კბენენ ვიდრე სხვებს. და რატომ? საქმე მასში რომ ჩვენი სხეული გამოყოფს გარკვეულ აირებს. ამ აირების ნაწილი კოღოებს იზიდავს, ხოლო მეორე ნაწილი პირით კოღოებს აგვარიდებს. საქმე რა შეიძლება? აი ჩვენ სხეული გამოყოფს ხოლმე CO2-ს, გამოყოფს რძემჟავას, გამოყოფს მეთანს, გამოყოფს ამიაკს. ეს რაღაცები კოღოებს იზიდავენ. და თუ ისინი გამოიყოფა ძალიან ბევრი, კოღოს თავისთავად მაინც შეგპოვს, რომ მას უბრალოდ ბევრს გამოყოფდა და იზიდავენ მოდი აქ. ხო და მოდი საქმეს, მაგრამ არის ესეთი ნივთიერებები, რომლებიც ჩვენ სხეულს პირიქით იცავს კოღოებისგან. ესეთი რაღაცები არის სწორედ რომ ალდეჰიდები. ადამიანების ნაწილი ამ ალდეჰიდებს გამოყოფს იმ რაოდენობით, რომ კოღო უბრალოდ ვერც კი ეკარება. ამიტომაც არის რომ კოღოები ერთ ადამიანებს ხშირად კბენენ, ხოლო მეორეს ნაკლებად, იმიტომ თუ ალდეჰიდები ბევრი გამოიყოფა, ვერ კბენენ და თუ გამოიყოფა ცოტა და ბევრი გამოიყოფა თქვა CO2, რძემჟავა, მეთანი და ამიაკი, პირიქით უფრო კარგადაც კბენენ. ეს აფთელი არის, რატომაც ესე კოღოები შენ გერჩია. ჩვენს უკვე ვიცით, ნახა ჩვენს უკვე ვიცით, ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემა უკვე მოვაგვაროთ. ნახე როგორ უნდა მოვაგვაროთ ის. დღეს როცა შენ შედიხარ აფთიაქში ხომ ამ და ყიდულ კოღოს საწარმოო საშუალებას, არც კი აკვირდები მის შემადგენლობაში რა არის. არ მითხრა რომ ეს ასე არ არის. ვიცი რომ ასე შვები, იმიტომ რომ შედიხარ ხოლმე აი დახედავ, ეს ინსექტიციდია, კოღოს გამიცავს, მოდი ამას მე ავიღებ. მაგრამ მოდი აბა ცოტა მეც გასწავლი ახლა ამ სიტუაციაში. კოღოს საწარმოო საშუალებები დღეს ბაზარზე სულ ორნაირი არსებობს. ერთი რომელიც შეიცავს DET-ს, ანუ დიეთილტოლუამიდს და მეორე ეს არის რომელიც შეიცავს პიკარიდინს. მე მინდა გითხრა რომ ეს ორივე საკმაოდ კარგი საშუალება, მაგრამ პიკარიდინი ანუ პიკარიდინი უფრო ეფექტური საშუალებაა და უფრო უსაფრთხოც კი. და საქმე ნახე რაშია, მე როცა ვიყავი სტუდენტი, მაშინ კოღო მიყვინა ხოლმე, აი აგერ აქ საფეთქის არეში და ის ნაკბენი დამჭა მე უკვე წლობით ხვდებით, ანუ უბრალოდ შევწუხდებით რომ არა მარტო მიკბინა, დამახიჭე კიდევაც ხვდები, ანუ კანს დამჭა უკვე კვანძი. ხო და ეს იყო ჩემს ძალიან დიდი პრობლემა. მე წავედი აფთიაქში და ვიგიდე ეს დიეთილტოლუამიდის შემცველი საშუალებები, მაგრამ საქმე ის შეიძლება რომ ჩემი კანი ძალიან მგრძნობიარია. როგორც კი ის გამოვიყენებ, ხო, დამეწყო ეგრევე დერმატიტი. ანუ კანის ანთება. და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე უკვე აღარ გამომიყენებია ის, მაგრამ ეს გაქცევდა დღემდე, სანამ აღმოაჩინო თუ მე ბაზარზე არსებობს კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც არათუ ეფექტურია, არამედ უსაფრთხოა და კანს საერთოდ არ გიზიანებს. ეს არის სწორედ რომ პიკარიდინი. და ის სწორედ რომ ამ რაღაცებშია და მე ხა უნდა მოგიყვე ყველაფერი თუ როგორ გამოიყენო ისინი კოღოების წინააღმდეგ. მოდი მომყრე მსჯელობაში. საქმე რა შეიძლება, ანუ თუ შენ მაგალითად გინდა რომ კოღომ არ მოგეკაროს, ამ კუთხით მე შემოგთავაზებ ორ რაღაცას. ეს საშუალებები იქნება უშუალოდ სამაჯურები. არ ვიცი როგორ ფერები უყვართ ხოლმე არის, აგი ყვითელი, თეთრი, მწვანე, რომელი ფერიც აგიხარდეს და ასე არსებობს კიდევ დაწნული სამაჯურები, რომლებიც უფრო შავფერშია, მაგრამ მოქმედებით უფრო ხანგრძლივია. თუ გამოიყენებ ესეთ სამაჯურებს, მათ ცოტა სუნი აქვს, სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ გიცავენ დაახლოებით ესე 3 დღის განმავლობაში. მე მათი გამოყენება უკვე გიწევს ახლით. მაგრამ თუ შენ გინდა თქვა გამოიყენოს ეს სამაჯური, რომელიც კოღოებისგან დაგიცავს უფრო ხანგრძლივ დროის განმავლობაში, მაშინ გირჩევდი ასეთ დაწნულ სამაჯურს. ის შენ დაგიცავს კოღოებისგან 20 დღის განმავლობაში. ცოტა ეს, მე ახლა ვიცი რასაც ფიქრობ, შენ ახლა ფიქრობ, კაი ახლა 20 დღე გავა, მე ახალი უნდა ვიყიდო. არა, მოდი მე გასწავლი უფრო მარტივ ხრიქსაც, როგორ გააკეთო ისე რომ აღარ მოგიწევს თავიდან ყიდვა. ამ შემთხვევაში მე შეგირჩე რომ შეიძინო ასევე ტექსტილის სპრეიც. ტექსტილის სპრეი შეგიძლია ამ სამაჯურის ზევიდან დაატანო, ოღონდის კანზე არ გაიკეთო და ისე ზევიდან არ დაამატო, ცაკიდადე და ესე დაასხი ზევიდან. და მე შეგიძლია თავიდან გამოიყენო ის არანაირი პრობლემა კიდევ 20 დღე ზევიდან. და მე თუ გინდა კიდევ 20 დღე და კიდევ 20 დღე და ასე ვსასრულოთ. ანუ შეგიძლია კოღოები სამუდამოდ დავიწყო მთელი წლის განმავლობაშიც კი. მაგრამ ეხლა თქვა შენ მაინც სამაჯურებს ვერ დაუმუღამე და კიდევ უფრო სხვა რაღაცები გამოიყენო. მაშინ მე შეკითხავ როგორი სახის კანი გაქვს? შენი კანი მშრალია თუ ჩვეულებრივია? თუ შენი კანი ჩვეულებრივია, მაშინ მე შეგირჩევ რომ გამოიყენო უშუალოდ family spray, ოჯახური სპრეი. ნუ რა შვება ეს სპრეი? რა შვება და დაიტამა მთელს სხეულზე და ამ შემთხვევაში კოღო ვეღარ გიქმენს. თუნდაც ჩავარდი კოღოების საცხოვრებელ ბუდეში, კოღო უბრალოდ ვერ მოგეკარება, იმიტომ რომ უბრალოდ არც კი მისცემს ამის საშუალებას. მაგრამ თუ შენი კანი მშრალია, მაშინ მე უფრო გიჩვენე რომ ყველა დღე თომის მე უნდა გამოიყენო ლოსიონი, იმიტომ რომ ეს ლოსიონი შეიცავს არა მარტო
იკარიდის, რომელიც გიცავს კოღოებისგან, ასევე შეიცავს დამატენიანებელსაც, ამიტომ შენი კანი არა მარტო დატენიანდება, ასევე თან დაცული იქნება კოღოებისგან. რა, ორი ერთში არ ვარგა უფრო? როგორ არ ვარგა? მოდი ახლა მე შენ გასწავლი კიდევ ერთ რაღაცას. მე ვიცი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ უნდათ რომ კანზე დაიტანონ რაღაცები. ხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალებები 6 თვის ასაკიდანაც კი უსაფრთხოა, ანუ საუბარია ის ჩვილებზე, ხვდები, ან იქიდანაც კი უსაფრთხოა, ორსულებისთვისაც კი უსაფრთხოა. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ უნდა რომ მაინც გამოიყენოს ეს რაღაცები საკუთარ კანზე. მაგ შემთხვევაში მე შემდა გასწავლო კიდევ ერთი რაღაცა, უფრო ეფექტური რაღაცა, რომ კოღოების სამუდამოდ დავიწყო. და რა არის ეს? ეს არის საკუთრივ ისევ ტექსტილის სპრეი, ოღონდ ნახე როგორ რაღაცა მოგაფიქრებინო. კოღო ოთახში ვერ შემოვა პირდაპირ ბეტონის გავლით, ხო? ანუ შეუძლებელია კოღო უნდა შემოვიდეს ამ კარის გავლით ან ფანჯრიდან. როგორ მოიშორე ახლა ეს კოღოები? ძალიან მარტივად. აიღე ეს ტექსტილის სპრეი და ფარდას შეგიძლია უკანა მხრიდან მიასხურო. სადაც ფარჯას უყურებს ის ამ შემთხვევაში კოღო ოთახში ვერ შემოვა. და შენ შეგიძლია ასე თავი დაიცვა კოღოსგან, მაგრამ შენ შეგიძლია მის გამოყენება ასევე თქვა ბალიშზე, შეგიძლია გამოიყენოს სხვადასხვა ნივთებზე, მათ შორის მანქანაშიც, მაგრამ უბრალოდ მოერიდე მის მოხვედრას საკუთრივ თვალებზე და ასევე პირის ღრუში, იმიტომ რომ თუ თვალებზე და პირის ღრუში ის მოხვდება, ამ სუბუქ ირიტაციას ამ გაგრძელებას მაინც გამოიწვევს. მართალია ეს ყველაფერი იქნება რამდენიმე წუთის განმავლობაში, მაგრამ რა თქმა ასე რომ თქვა, თუ შენ არ გინდა რაღაცები ტანზე დაიტანო და გინდა რომ კოღოები ისე მოიშორო გარედან, შეგიძლია გამოიყენო ჩვეულებრივად ტექსტილის სპრეი. მე ახლა ისიც მინდა გითხრა რომ გარდა კოღოს საწინააღმდეგო საშუალებების ასევე არსებობს უშუალოდ კოღოს ნაკბენის მოსაგვარებელი საშუალებებიც. საქმე რა შეიცი? მოდი ახლა მე უნდა აგიხსნა, აი რატო არის რომ კოღო რომ შეკბენს, მე ის ნაკბენი რჩება ზოგჯერ თვეების და წლების განმავლობაშიც კი. ნახე რას დააგვიდი, ზოგადად ადამიანებს კვენენ ხოლმე მდედრი კოღოები. დედრები ხო, მამრები მაინც არ კვენენ, იმიტომ რომ მამრების საკვები მაინც არის მცენარეების ნექტარი, მაგრამ დედრების საკვები ჩვენ სისხლია, ხვდებით რომ ეს ჩამალობა გამოკვებოს. ამიტომ დედრი კოღოები რომ ჩვენ კვენენ, ისინი დაშვებიან. როცა მათი ინსექტი შემოდის ხოლმე ჩვენ სისხლძარღვებში, ის შეიძლება რომ სისხლი ჩვენი სხეულიდან წაიღოს. ამის საპასუხოდ ჩვენი სხეული იმ ადგილს თრომბავს, რომ სისხლი ვერ წაიღოს კოღომ. მაგრამ ნახე კოღო როგორი ეშმაკია, ის გამოყოფს თავისი ნერწვის საშუალებით ისეთ რაღაცებს, რომლებიც სისხლს ათხელებენ, ანუ ანტიკოაგულანტებს და სისხლი უფრო და უფრო ბევრი მიაქვს ჩვენი სხეულიდან, მაგრამ ეგ გამოყოფილი ნივთიერებები, რაც კოღოს ნერწყვშია, ჩვენს განს აღიზიანებს. როცა კანი ღიზიანდება, მე უკვე შეიძლება ხოლმე შეწეთლება, შეშუპება, ტკივილი და მე შეიძლება უკვე ათებად ჩამოყალიბდეს და ეს კვანძი დაგჭეს უკვე წლების განმავლობაში, ხვდებით? და ეს რო არ მოხდეს, სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ კოღო რო გიგბენს, ხომ გამოიყენო ეგრევე afterbite, ანუ კბენის შემდგომ საშუალება. რატომ და გამოიყენო? იმიტომ რომ სწორედ ეს ნაწიბური და კვანძი და ლაქები რო არ დაგჭეს. ეს afterbite შეიცავს ესეთ რაღაცებს, რომლებიც თავის ბუნებით არიან ცოტა ტუტეები და იმ კოღოს ნერწყვს ანეიტრალები, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალია პატარა კვანძი დაგრჩება რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ მე ეს კვანძი სრულად გაიწოვება და არავითარი ლაქა და კვანძი შენ სხეულზე აღარ დარჩება, ასე რომ ხო, კოღო კვენს, იყენებ რას? იყენებ afterbites. მარტივად რო თქვა და შევჯამდე, თუ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც უნდა გამოიყენოს ხოლმე დროებით რაღაცები საკუთარ სხეულზე და კოღომ არ მეიკაროს, მაშინ სამაჯურები შენი არჩევანია. თუ შეგიძლია რომ კოღო იმას სამუდამოდ დაგივიწყო, მაშინ სამაჯური გამოიყენე, აი ესეთი დაწნული, რომელიც შეგიძლია სულ გაახლო ტექსტილის სპრეით. თუ შენ მაინც არ გინდა რომ სამაჯურები გამოიყენო და უფრო ეფექტური რაღაცები გირჩევნია, მაშინ მითხარი შენი კანის ტიპი, მშრალია, გამოიყენე ლოსიონი. არ არის შრალი და ჩვეულებრივია, მაშინ გამოიყენე სპრეი. და თუ შენ გინდა რომ საერთოდ არაფერი არ დაიტანო შენს კანზე და უბრალოდ კოღოები დაივიწყო, მაშინ გამოიყენე ტექსტილის სპრეი სხვადასხვა ნივთებზე, ფარდებზე, თქვათ რაღაცა ავეჯზე, მანქანაზე და ასე შემდეგ და შენ შეგიძლია კოღოები სულ მოიშორო. ასე რომ ხო, კოღოების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენ შეგვიძლია და ეს ბრძოლა შეიძლება იყოს არა მარტო ეფექტური, ასევე უსაფრთხოც. თავიდან მოსვინე ამ ყველაფერს და ასევე გაუზიარეს სხვებსაც.